მოისმინა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის სკანდალური ღია ეთერიდან და დღეს იმავე საზოგადოებას კიდევ უფრო ბევრი კითხვა გაუჩნდა ვიდრე მაშინ 25 სექტემბერს ინგა გრიგოლიას ღია ეთერის შემდეგ. ოქრუაშვილი, რომელიც ალბათ 1%-ით მაინც ვარაუდობდა, რომ მისივე სკანდალური განცხადებებით დაპატიმრებით დასრულდებოდა და ოქრუაშვილი სავარაუდოდ იმაზეც იფიქრებდა, რომ მასზე დაპატიმრებულზე ზეწოლაც განხორციელდებოდა, როგორც ამას დღეს ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ. რატომ წავიდა ის ამ ნაბიჯზე? ეს არის კითხვა, რომელზეც ვეჭვობ, რომ დღეს ჩვენ ამომწურავი და ობიექტური პასუხი მივიღოთ. ამ ეტაპზე რაც ჩვენ ვიცით, ნამდვილად არის ის, რომ მან დროებითი თავისუფლებისთვის 10 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს და ის, რომ მან დღეს გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა. რამდენიმე წამში დღის მთავარი თემით ჩვენ ვიწყებთ 8 ოქტომბრის ღია ეთერს. წარდგენილ ბრალდებაში მირაკლი ოქროშვილი თავი დამნაშავეს, რომ ნაწილობრივ კი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიების. გამოძიების დეპოზიტზე შემოტანილი უნდა იქნეს გიაოს თანხა 10 მილიონი ლარის ოდენობით. ბრალდებულ მირაკლი ოქროშვილის მიმართ აკუტი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი 10 მილიონი ლარის ოდენობით. სასამართლოს ხდომა სკანდალური აღიარებითი ჩვენების შემდეგ ყოფილი თავდაცვის მინისტრი უარყოფს ყველა ბრალდებას, რაზეც მან ღია ეთერში ისაუბრა. ჩემი მხრიდან აღნიშნული განცხადების გაკეთება გამოწვეული იყო პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით. ირაკლი ოქროშვილს გირაოს გადახდის შემდეგ გაუშვებენ. უმრავლესობა სახელმწიფო გადატრიალებაზე მიანიშნებს. საქართველო გადაურჩა კარგად ორგანიზებულ შეთქმულებას და მე მინდა თქვენ გადმოგცემთ ამ ადამიანების რეალურ სახეს, რა სროთიც აქვთ მათ, რეალურად ვისი დაგეგმილიც იყო და შეურწყვეთ ულვაში. ბატონო ბადრიე, საკმარისი არის სხვისი ხელით ინტრიგების ქსოვა და პროვოცირება წილისწამების და სხვის ზურგს უკან დამალვა. რას ნიშნავდა უმრავლესობის ლიდერთა ეს განცხადებები, ვინ არის მთავარი სამიზნე, რას გეგმავს გაერთიანებული ოპოზიცია, დღის მთავარი თემა ღია ეთერში. რა ახსნა აქვს ოქრუაშვილის ბოლოდროინდელ წინააღმდეგობრივ განცხადებებს? რატომ თქვა მაშინ, რატომ გადათქვა დღეს? საკუთარი ვერსია ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შესთავაზა ციტატა სააგენტოებისთვის მიცემული ინტერვიუდან. ოქრუაშვილი თავისი არასწორი პოლიტიკური გათვლის მსხვერპლი გახდა. ის დარწმუნებული იყო, რომ სკანდალის შიშით ხელშეუხებლობის გარანტიას მიიღებდა. ოქრუაშვილსა და მის მეგობრებს, მათ შორის მეცენატ ბადრი პატარკაციშვილს, განზრახული ჰქონდათ ხელისუფლების დაშანტაჟება და დასუსტება. თავისი ბინძური მეთოდებით ამას ვერ მიაღწია, სწორედ ამის გამო გახდა ოქრუაშვილი იძულებული გამოძიებასთან ეთანამშრომლა. დაზიანა ასეთია გიგა ბოკერიას განმარტება ოქრუაშვილის ბოლოდროინდელ მოქმედებებზე. თუმცა ფაქტია ისიც, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილ ადამიანს და ასეთად კი ოქრუაშვილს დღეს დეპუტატი დავით კირკიტაძე მოიხსენიებდა, თავდებში თუნდაც 10 მილიონის სანაცვლოდ არ უშვებენ. რას ფიქრობთ ოქრუაშვილის აღიარებით ჩვენებაზე? ასეთია ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივის კითხვა და სამი სავარაუდო პასუხი. პირველი ეს იყო ზეწოლის შედეგი, მეორე მან თქვა დღეს სიმართლე და მესამე ეს იყო თავისუფლებაზე გამოსვლის მცდელობა. დინა ხიდაშელი, ლევან გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა, კობა დავითაშვილი, ეკა ბესელია, კონსტანტინე გამსახურდია არიან ღია ეთერის სტუმრები. ჩვენ ვიწყებთ პირველი სტუმრი თინა ხიდაშელი. დღეს ოპოზიცია გაერთიანებული შემადგენლობით კვლავ პარლამენტის წინ შეეკრიბა და საგანგებო განცხადებით მიმართა საზოგადოებას. ქალბატონ თინას მივესალმები, მადლობას მოვახსენებ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქალბატონო თინა, ბევრი შეფასება მოისმინა დღეს საზოგადოებამ ოპოზიციის მიმართ. ეს იყო გაბადრული ოპოზიცია, ეს იყო დაბნეული ოპოზიცია, ეს იყო ოპოზიცია, რომელსაც ასე ვთქვათ, წინ უკვე გეგმების დასახვა გაუჭირდება. რეალურად როგორ გრძნობს ოპოზიცია დღეს თავს იმ ჩვენებების შემდეგ, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2 საათზე? მოგესალმებით, ეკა დიდი ბოდიში ცოტა ცუდად მესმის და ასე იმიტომ ვდგევარ. ჩვენ აქ დღეს გავაკეთეთ განცხადება 8 საათზე, ეხლაც აქ ვართ გაერთიანებული ოპოზიცია სრული შემადგენლობით. ჩვენ გვინდა რომ უთხრათ ყველას, ვისაც ეს უხარია, ანუ ვისაც ეს წყინს, რომ ოპოზიციაში რაიმე ბზარის შეტანა შეუძლებელია, ჩვენ გავართ ერთად არა იმიტომ, როგორც ამას უკვე 10 დღეა ვაცხადებთ, რომ ირაკლი ოქროაშვილის გარშემო გავერთიანდით, ეს არ არის სიმართლე, ჩვენ გავერთიანდით იმ მოთხოვნების გარშემო, რომელიც იმ პრობლემების გარშემო, რომელიც 3 წელია დაგროვდა ამ საზოგადოებაში. ჩვენ გავართ ერთად, იმიტომ რომ ასეთია ქართველი ხალხის ნება და უკვე ძალიან დიდი ხანია ეს მოთხოვნა სახეზია, ჰაერში კიდია და აი ჩვენ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ქვეყანაში მოქმედმა და სახელმწიფოებრივი პასუხისგებლობით ახსავსე პარტიებმა გადავწყვიტეთ, რომ უნდა ვიდგეთ ერთად და მივიდეთ იმ მოთხოვნის აკმაყოფილებამდე მივიყვანოთ ხელისუფლება, რომელიც აქ 28 სექტემბერს ამ მოედანზე იყო ნათქვამი, რომ საქართველოში კონსტიტუციურ ვადებში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. საუბარი არის 2008 წლის აპრილზე
ანუ იმ ვადაზე, რომელთაც აირჩია საქართველოს პარლამენტი ამ ქვეყნის მოსახლეობა. კეთილი, ქალბატონო თინა. უზურპაცია ძალაუფლების, რომელიც შარშან შემოდგომაზე გააფორმა საქართველოს პარლამენტმა, არ უნდა შედგეს. ეს არის გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა და ამ მოთხოვნისთვის ჩვენ ყოველ მუდამ ერთად ვიდგებით, სანამ იგი არ იქნება დაკმაყოფილებული. ქალბატონო თინა, თქვენი შეფასება ოპოზიციის პასუხი. კი ბატონო, ქალბატონო თინა, თქვენი შეფასება იმასთან მიმართებაში, რაც დღეს ვნახეთ შუა დღისას გულისხმობ ოქროაშვილის აღიარებით ჩვენებას და შემდეგ უკვე სასამართლო პროცესს. დიახ, დიდი მადლობა. ჩემი შეფასება არის ძალიან მარტივი. იმის მიუხედავად, რა სიტყვის დღეს ირაკლი ოქროაშვილი ან ხვალ კიდევ რას მოვისმენთ, ან ზეგრას მოვისმენთ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თავარი არის ფაქტები, რომელიც ფაქტად რჩება. ირაკლი ოქროაშვილის აღიარებების მიუხედავად, ზურაბ ჟვანია არ გაცოცხლებულა. ამ აღიარების მიუხედავად, ვალერი გელაშვილი ისევ ნაცემია და მისი ცემისთვის ბრალდებულები საქართველოს საზოგადოებას არ უნახავს. მისი ამ აღიარების მიუხედავად ის კონტრაქტები, ის კორუფციული გარიგებები, რომელიც შედგა საქართველოს ხელისუფლებასა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, სამინისტროებსა და ბატონ ალასანიას ვას შორის ისევ სახეზეა და ადგილზეა და ის კონტრაქტები არავის არ გაუუქმებია. საქართველოს პრეზიდენტის ყველა განკარგულება, რომელთაც იგი ხან საკუთარ შტოს მიწას, ხან ძმაკაცებს, ხან რეალურ პირებს ისევ ადგილზეა, ისევ სახეზეა, ისინი არავის არ გაუუქმებია. ამიტომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა სიტყვის დღეს ირაკლი ოქროაშვილი, თავარი არის ის სიმართლე, რომელსაც რომელზეც ჩვენ 3 წელია ვსაუბრობ და ამ კითხვებზე ხელისუფლებას პასუხი ისევ გასაცემი აქვს. ნუ რა ვის ნუ შეექმნება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ოქროაშვილის ამა თუ იმ განცხადების გამო კითხვები აღარ არსებობს. ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით კითხვები ისევ არის, ის კითხვები, რომელსაც 2 წელია ეს საზოგადოება სვავს და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე არავინ დღემდე დაპატიმრებული არ ყოფილა და პასუხისგებაში მიცემული არ ყოფილა. ხელისუფლებამ უნდა გვითხრას ამ ორ საქმეზე, ყველა იმ კორუფციულ გარიგებაზე, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იყო საუბარი. სანდრო გირგლიანის და ირინა ენუქიძის საფლავები ისევ საბურთალოს სასაფლაოზეა და არც ამ კითხვაზე ჩვენ პასუხი არ მიგვიღია. ამიტომ ყველაფერი სახეზეა, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო, ზუსტად ისეა, როგორც იყო 28 სექტემბერს, როდესაც აქ მოვიდა 10,000-ობით ადამიანი და ზუსტად ასე იქნება 2 ნოემბერსაც, როდესაც გაცილებით უფრო მეტი ხალხი შეიკრიბება აქ ამ გამზირზე და ხელისუფლებას აიძულებს ისე როგორც ეს არაერთხელ უქნია ქართულ ხალხს, რომ დანიშნოს სამართლიანი არჩევნები. დიახ, ქალბატონო თინა, მე ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასება შემდეგთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ყველა თემასთან მიმართებაში, როდესაც ირაკლი ოქროაშვილს დღეს უკვე აღიარებითი ჩვენების დროს კითხვას უსვამდნენ, წინ უძღოდა შემდეგი ფრაზა: ყველა თემასთან მიმართებაში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. ასეთ მტკიცებულებებს არ ვფლობ. ვერ დაგიდასტურებთ აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტეს. მხოლოდ ერთადერთი თემა, სადაც ჩვენ მოვისმენთ ვრცელი, ასე ვთქვათ, კომენტარი, ეს იყო პატარკაციშვილის სეგმენტი, თუ შეიძლება ასე ითქვას. და ყველა მოვისმენთ, რაც თქვა ოქროაშვილმა, რომ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გააკეთა ეს ყველაფერი, ხელსაყრელ პოლიტიკურ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო თვითონ, მას ჰქონდა შეხვედრები პატარკაციშვილთან და ასევე ლიკვიდაციასთან გაკეთებული განცხადება ასევე განპირობებული იყო იმ მოტივით, რომ მასაც მიიღო პოლიტიკური დივიდენდები. ამის შემდეგ ჩვენ უკვე ვხედავთ უმრავლესობის წევრთა განცხადებებს უკვე პატარკაციშვილის მისამართით. ანუ მე უბრალოდ მინდა, რაც მე ჩამოგითვალეთ, თქვენი შეფასება, თქვენი აზრი, რასთან გვაქვს საქმე, როგორ ფიქრობთ? ეს არის ჯერ ერთი პირველ რიგში უნდა ითქვას ამბობით, რომ იყენებით სიტყვას ამბობდა, ირაკლი ოქროაშვილი კი არ ამბობდა, არამედ კითხულობდა. და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ის კითხულობდა იმას, ეკითხა, ასეთია ჩემი ვარაუდი, მე ხა ძალიან გამიჭირდება რამეზე მტკიცებულებით ტონში საუბარი. მე უყურე იგი მისცეს და უნდა წაეკითხა. აქცენტი ბადრი პატარკაციშვილზე ჩემის აზრით სრულიად ლოგიკურია და გაგრძელება იმ ხაზის, რომელსაც ხელისუფლება ერთი კვირაა მისდევს, ჩვენ ეს პირველად არ მოვისმინეთ, სწორედ ეს უნდა ეთქვა ირაკლი ოქროაშვილს და სწორედ ეს იყო მთავარი ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ აი ეს პარანოია, რომლითაც ეს ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილი არიან შეპყრობილი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან, რომ არც ერთ პრეზიდენტს ამ ქვეყანაში ვადაში არ დაუმთავრებია თავისი მმართველობა და ეს პარანოია, რომელიც აწუხებს სააკაშვილს, რომ მასაც შეიძლება დაემართოს, მუდმივად უნდა იყოს დღის წესრიგში, მუდმივად უნდა გველაპარაკებოდნენ იმას, რომ ვიღაცეები რაღაცა შეთქმულებას გეგმავენ და სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. მე გაგახსენებთ სრულიად უწყინარ ამბავს ბატონი კილაძის დაპატიმრების, როდესაც რაღაცა გაუგონარი ამბები მოგვიყვა ხელისუფლებამ და შემდეგ ისე გაათავისუფლეს ეს კაცი, რომ არავის ბოდიშიც არ მოუხდია, ხო? ეს მუდმივად ხდება, მუდმივი თემებია, ოღონდ ერთი რამე ავიწყდება მიხეილ სააკაშვილს, რომ მას როგორ ჩანს თავისუფალი არჩევნების მოთხოვნა, სახელმწიფო გადატრიალება გონია, იმიტომ რომ მან არ იცის რას ნიშნავს თავისუფალი არჩევნები, არასოდეს ის მონაწილე არ ყოფილა და ის დარწმუნებული არის, როგორც ჩანს,
რომ თავისუფალი არჩევნების მოთხოვნა ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას. თუ მას ეს ასე გონია, მაშინ მე ვურჩევდი მიხეილ სააკაშვილს, მე ასე არასდროს არ ვლაპარაკობ და არ გამომირჩევი ესეთი საუბრით, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ თუ კი მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ თავისუფალი არჩევნების მოთხოვნა ეს სახელმწიფო გადატრიალება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიმართოს და გაესინჯოს, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პირველად ვამბობ, მე ამას ასეთი რამ არ მithქვამს, მაგრამ სრულიად გაუგონარი და წარმოუდგენელია ჩემთვის ის, რასაც ვისმენ დღეს, რომ თურმე მოთხოვნები სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე კონსტიტუციურ ვადებში, ამ ქვეყნის მოსახლეობის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში ყოფილა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ძალიან საინტერესო მიგნება არის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან და შემიძლია მხოლოდ მივულოცო აი ეს აბსურდის ზეიმი, რომელსაც დღეს ჩვენ მთელი დღეა ვისმენთ ტელეეკრანებიდან. მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა ის ორი მომენტი, რითიც თქმას დღეს მე პრინციპში მინდა საზოგადოებისთვის, რომ არაფერი ამ განცხადებები და ამ აღიარებებით არ ცვლილა, ჩვენ ერთად გავართ, ჩვენ ისე ვიქავართ, სადაც ვიყავით ამ 3 წლის განმავლობაში, ოღონდ ერთად, ამჯერად და არა ცალ-ცალკე, როგორც 1 და 2 წლის წინ ვიყავით. და ჩვენ 2 ნოემბერს ისევ ველოდებით აქ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ტკივა, რომელსაც აწუხებს, რომელსაც აქვს კითხვები, რომელსაც აღარ შეუძლია აიტანოს ის უმსგავსობა, რომელსაც ყოველდღიურად გვაწვდიან ტელეეკრანებიდან. აი ეს კგბ-ში დადგმული სცენარები, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ 30 წლის და 40 ვნახეთ ჩვენ ბოლოს ესეთი ამბები და ისევ მეორდება. და მინდა მივმართოთ ყველას, ვისაც ეს ყველაფერი აწუხებს, რომ მოვიდეს აქ და საქართველოს ხელისუფლებისგან აქ ამ მოედანზე, სადაც ყველა ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა, მოსთხოვოს პასუხი ხელისუფლებას და მოითხოვოს, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანი, თავისუფალი და არჩევნების გზით გავისტუმროთ ეს ხელისუფლება ჯერ სახში და შემდეგ უკვე სამართალდამცავები გაარკვევენ სად იქნება დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონ თინა, ეს იყო თინა ხიდაშელი. ჩვენ განვაგრძობთ ჩართვებს პარლამენტიდან, სადაც იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, რამდენიმე წამში გავესაუბრებით ადვოკატ ეკა ბესელიას. ეხლა კი მინდა შემოგთავაზოთ ინფორმაცია, რომელიც სააგენტო ინტერპრესმა გაავრცელა ბადრი პატარკაციშვილის მეგობარზე დაყრდნობით, კერძოდ ბიზნესმენის ინფორმაცია ბიზნესმენის საქართველოსდან გაფრენის თაობაზე. ამ ინფორმაციის მიხედვით პატარკაციშვილის წასვლაზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ იყო მიღებული, გაფრენა დაგეგმილი იყო დილის 11 საათზე, გადაიდო ნავიგაციისა თუ აეროპორტის წარმომადგენელთა მიზეზით, რამდენჯერმე იმ მოტივით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე უნდა გადაეფრინა რუსეთიდან სასუმხეთში მიმავალ თვითმფრინავს, რომელსაც ურანი გადაჰქონდა. ამდენად გარკვეული მინიშნებები ოქროაშვილის მონანიებასა და პატარკაციშვილის გაფრენასთან სრულიად უადგილოა. შეგახსენებთ ინტერპრეს ნიუსი ავრცელებს ამ ინფორმაციას პატარკაციშვილის მეგობარზე დაყრდნობით. და ეკა ბესელიას მივესალმები, ადვოკატს, რომელიც იცავდა ან იცავს ოქროაშვილის ინტერესებს. ქალბატონო ეკა, პირველ რიგში მინდა კითხოთ, როდის და როგორ შეიტყვეთ ამ ინფორმაციის შესახებ, რასაც დღეს ყველა უწოდებს ოქროაშვილის აღიარებით ჩვენებას. ეკა, მოგესალმებით და მივესალმები ტელემაყურებელს. მე ამ ინფორმაციის შესახებ გავიგე დაახლოებით დღის 3:30-ისთვის ვიმყოფებოდი სააპელაციო სასამართლოში ერთ სასამართლოს ხდომაზე და ჩემ ტელეფონზე ზარი იყო გამრთული და შემოდიოდა უამრავი ზარი, მათ შორის ჩემი მეგობრების, მოძრაობის წევრების და მე მივხვდი რომ რაღაცა ხდებოდა, გამოვედი სასამართლო დარბაზიდან და დაირეკა ერთ-ერთი ტელეკომპანიიდან და მკითხეს აი გირაოს თაობაზე აპირებ თუ არაო ამ გირაოს თანხის შეტანას, რაც მართალი გითხრათ ხუმრობად ჩავთვალე, გადავამოწმე ინფორმაცია და მითხრეს რომ აი გავრცელდა სატელევიზიო ჩანაწერები, სადაც ოქროაშვილი აღიარებს წარდგენილ ბრალდებებს და ასე შემდგომ, რაც დღეს მე მთლიანად საქართველოს მიხილა. პირველი მე რაც გავაკეთე, ეს იყო რომ გადავწყვიტე შევსულიყავი მე-7 საპყრობილეში, შევხვედროდი ირაკლი ოქროაშვილს და უშუალოდ მასთან გამერკვია და მისი პოზიციის გამოხატვით გამერკვია რეალურად რა მოხდა, იმიტომ რომ მთელი ეს ამ დღეების განმავლობაში ეკა დღიდან მისი დაკავების არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ ჩვენის არ გვენახა, მათ შორის ბოლოს ჩვენის ვნახეთ პარასკევს, დღის ბოლოს დაახლოებით 6 საათი იქნებოდა და მე როგორც აი წინა დღეებში ვაკეთებდი განცხადებას, ეს რეალურად მართლაც ესე იყო, ნამდვილად არ შემიმჩნევია, რომ მას რაღაცა სულიერად შეეშინდა, ან გატეხეს, ან ალტერნატივის წინაშე იდგა, გადაედგა რაიმე ნაბიჯი, თქვათ, აღიარებითი ჩვენებებისკენ თუ ასე შემდეგ. ამდაგვარი აბსოლუტურად განწყობა ამგვარი მე მისთვის არ შემიმჩნევია, პირიქით ის იყო ძალიან საბრძოლო განწყობილებაზე.
ბოლო დღესაც, როდესაც ვესაუბრეთ მე და ჩემი კოლეგა მას გარკვეულწილად მინიშნებებსაც კი აკეთებდა, რომ საჭირო იყო მეტი აქტიურობა და პოზიციის გამოხატვა ჩვენგან იმ ბრალდებებზე, რომელიც საჯაროდ პრესკონფერენციებზე კეთებოდა გენერალურ პროკურატურაში, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ის იყო საბრძოლო განწყობაზე. ის არ ადასტურებდა არც ერთ ბრალდებას, რომელიც მის მიმართ იყო წარდგენილი. უფრო მეტიც, ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, ეკა, რომ ბოლო დღეს, აი, როდესაც ჩვენ ნახეთ, შაბათ-კვირას ვერ ვახერხებთ ხოლმე შესვლას, იმიტომ რომ კრძალავს ამას სასჯელოსნების დეპარტამენტი და ადმინისტრაცია შაბათ-კვირას ადვოკატების შესვლას. ეს იყო ხუთშაბათს, როდესაც მან ეს აი ორ განცხადებაზე მომიწერა ხელი, ეს არის მისი ხელმოწერით, აი არ ვიცი ხედავთ თუ არა, მისი ხელმოწერით ორივე განცხადება, ძალიან საინტერესოა ამ განცხადებების შინაარსი, ეს არის გენერალური პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელის პროკურორის სახელზე გაკეთებული სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე, იუსტიციის მინისტრის სახელზე, სადაც ის თავის პოზიციას არ ვიცი, გულმა უგრძნო თუ რა, მთხოვა რომ ეს ამ ტიპის განცხადება შემედგინა, სადაც აფიქსირებს, რომ მას არ უნდა არც ერთ სხვა ადვოკატის მონაწილეობით რაიმე ტიპის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა, ის პირდაპირ წერს, რომ მე და ჩემს ორ კოლეგას, ქალბატონ გელაშვილს და ბატონ ჩოჩიშვილს ენდობა მისი ინტერესების დაცვას და ასევე ამბობს, რომ არც ერთი შეხვედრა სამართალდამცავ ორგანოებთან, არც ერთი ოქმის შედგენა არ მოხდეს ჩვენი მონაწილეობის გარეშე. მე ეს განცხადება გადავეცი ერთ-ერთ პროკურორს, რომელიც ახალი დაზუსტებული ბრალდების წარდგენით შევიდა ბატონ ოქრუაშვილთან. ეს იყო ხუთშაბათი დღე, თუ არ ვცდები და ეს მან ჩაიბარა ოფიციალური ხელმოწერით, რაც მე ასლის სახით გადმომეცა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს აი ამ ცნობილი დღევანდელი განცხადებებამდე 2 დღით ადრე ქონდა აბსოლუტურად სხვა პოზიცია. ეკა რა მოხდა ამ ორ დღეში? რა მოხდა? მე მინდა ეკა გითხრათ, რომ დღეს გაერთიანებული ოპოზიცია მთელი დღის განმავლობაში აკეთებს პოლიტიკურ კომენტარებს, განცხადებებს, ამიტომ ამის დეფიციტი ნამდვილად არ არის, ამიტომ მე როგორც იურისტი უპირველეს ყოვლისა მინდა აი მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით მივაწოდო საზოგადოებას სწორი, ობიექტური ინფორმაცია და ანალიზი გააკეთოს ჩვენმა საზოგადოებამ, ეს მას ნამდვილად არ გაუჭირდება. ფაქტია ის, რომ შაბათ-კვირას მოხდა მასთან შესვლა. შაბათ-კვირას დაიწყო მასთან გარკვეული ფორმის, სახის ზემოქმედების ღონისძიებები, რამაც აიძულა იგი ამ ტიპის განცხადებები გაეკეთებინა. ეხლა მე მინდა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი გითხრათ, რაც დღემდე არ გამიხმაურებია და დღეს ნამდვილად საჭიროდ ვთვლი, რომ ეს განცხადება გავაკეთო. როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს მოდულის შენობაში, ის იმყოფებოდა 2 დღის განმავლობაში, მასთან დაკავების დღეს, იმავე დღეს თუ არ ვცდები, ან იმავე დღეს, ან მეორე დღეს, შევიდნენ თანამშრომლები, ეხლა კონკრეტულად გვარს არ ვასახელებ და მას შესთავაზეს, რომ თუ კი ის გააკეთებდა რაიმე ტიპის აღიარებით განცხადებას, გააკეთებდა იმ მის მიერ წარდგენილი გაცხადებული ბრალდებების უარყოფას, მასაც და მის ყველა თანამებრძოლსაც გაათავისუფლებდნენ უპირობოდ და მხოლოდ საჭირო იყო ამისთვის ეს გაცხადებული პოზიცია, რომ ის უარყოფს ყველა ბრალდებას და ყველა იმ განცხადებას, იმ ფაქტებს, რომელზედაც ისაუბრობდა თქვენი ეთერის საშუალებით და პრესით. მას სასაცილოდ არ იყო ეს შეთავაზება, ეს წინადადება და ცივი უარით გაისტუმრა ის ადამიანები, ვინც მასთან შევიდნენ. ეს იყო მისი პოზიცია და ეს პოზიცია ბოლო დღემდე, აი პარასკევის ჩათვლით, არ შეცვლილა. ეს მე ნამდვილად შემილია განვაცხადო, ამიტომ ის რაც მოხდა კვირას და რაც მოხდა დღეს სასამართლო პროცესი და ასე შემდგომ, რასაკვირველია, ეს ერთმნიშვნელოვნად იყო მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგი. ხა რა მეთოდები იქნა გამოყენებული მის წინააღმდეგ? მე ამაზე დღეს ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ვიზუალური ეფექტით ქალბატონო ეკა არის რამე თქვენთვის დაუშვათ კითხვის ნიშანი, რასაც თქვენ უყურებთ ვიზუალურად, რომ მას ეტყობოდა რაიმე ზეწოლის კვალი. რასაკვირველია, ეკა მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც უყურებდა აბსოლუტურად ობიექტურად და მიუკერძოებლად აი ამ კადრებს,
აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს შეექმნებოდა იმის განცდა, რომ ის არ იყო ნორმალურ მდგომარეობაში, რომ ის არ განიცდიდა რაღაცა ტიპის ზემოქმედებას. აშკარად ეტყობოდა, მას იყო რაღაცა მომენტები, როდესაც თვალებიც მიეხუჭა, იყო ეს მუდმივად წყალს სვამდა, რაღაცა უცნაურ ჟესტიკულაციას იყენებდა, ხა თინამაც თქვა, რომ სასამართლოზე ცოტას უფრო ასე ვთქვათ, ეს უკვე იყო ეკა გაგრძელება იმ სცენარისა, რაც დაიწყო შაბათ კვირას, უკვე დღევანდელი პროცესი ეს უკვე იყო გაგრძელება. სხვათა შორის ერთი საინტერესო ფაქტი. აი ადვოკატთან დაკავშირებით, ნახეთ რა ხდება. თუ ირაკლი ოქრუაშვილი ნებაყოფლობით თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ამისი სურვილი მან გამოთქვა. ბუნებრივია პროკურატურას პირველ რიგში, როდესაც დააპირა მასთან შესვლა, ძალიან საეჭვოა ის, რატო შევიდნენ შაბათ-კვირას, როდესაც შაბათ-კვირას უქმე დღეებია და აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, თუ გადაუდებელი ღონისძიება არ არის. გადაუდებელი ღონისძიება არ იყო, ეს არის უდაო. შევიდნენ მასთან და შევიდნენ ისე, რომ არც ერთი ჩვენთაგანი, არც მე და არც ჩემი ორი კოლეგა არ ჩააყენეს საქმის კურსში. მათ შეიყვანეს ადვოკატი პაპუაშვილი. საინტერესოა ირაკლი ოქრუაშვილმა როგორ მონახა ადვოკატი პაპუაშვილი, გარეთ გამოუშვეს, მოაძებდინეს, დაარეკინეს ტელეფონით, როგორ უნდა მომხდარიყო ადვოკატისა და ოქრუაშვილის შეხვედრა და მათი შეთანხმება, თუ აქ პროკურატურა არ ჩაერია. მე ძალიან მწუხვარ ეკა, რომ დღეს პროკურატურა ესე ღია და დაუფარავად ადვოკატის ინსტიტუტს იყენებს ისე, როგორც მას ეს სურს. დღეს რომ ის ადვოკატი, ერთ-ერთი ადვოკატი პაპუაშვილი ვალდებული იყო ეთიკის კოდექსით, რომ ჩვენ დავკავშირებოდა და ჩავეყენებინეთ საქმის კურსში. იმიტომ რომ საქვეყნოთ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი წერილობითაც ზეპირად აცხადებდა, რომ ის ჩვენ გვიცხადებდა. იქნებ ეს არ იყო ოქრუაშვილის სურვილი. რა თქმა უნდა არ იყო ეკა ოქრუაშვილის სურვილი, იმიტომ რომ ოქრუაშვილი ამას ფიზიკურადაც ვერ შეძლებდა. მეორეც საოცარი ფაქტია ის, რომ როდესაც მან პირველად აი თქვენ გახსოვთ ის იყო საჯარო ცნობილი ფაქტი, როდესაც აღკვეთი ღონისძიების საკითხი წყდებოდა და ჩვენ ვერ შევძელით იმ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღება იმ აპროვოცირებელი გარემოებების გამო, რომელიც ხელოვნურად შექმნათ საქალაქო სასამართლომ, მას შეუყვანეს სახაზინო წესით ადვოკატი ცარციძე. მან უარი განაცხადა და მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილმა უარი განუცხადა ადვოკატ ცარციძეს, ეს ადვოკატმაც დაადასტურა და პროკურორმაც დაადასტურა სასამართლო პროცესზე, ის ადვოკატი მაინც დასვეს სასამართლო სხდომაზე. თუ კი ოქრუაშვილის განცხადებას დღეს მე მიფრიალებენ ტელევიზიით, სხვათა შორის, იმიტომ რომ პირადად მე ეს არ მინახავს და მეუბნებია რომ ოქრუაშვილმა უარი განაცხადა დღეს წერილობით ამ ეტაპზე რომ თქვენ განახორციელოთ მისი დაცვა, რატომ მიიღეს უპირობოდ ეს უარი, როცა იგივე მან განაცხადა სახაზინო ადვოკატის მიმართ, მაგრამ ის ადვოკატი სასამართლო პროცესზე მიიყვანეს. თუ იმ დღეს ეკა დავასრულებს, თუ იმ დღეს სასამართლო პროცესის დანიშნვის დროს, სადაც ადვოკატის მონაწილეობა კანონით არ იყო სავალდებულო აღკვეთი ღონისძიების საკითხი, როცა იხილებოდა, ქალაქის მერი მოგმართავდა ამის პირდაპირ ეთერით სასამართლო პროცესზე მიბრძანდით, რატომ არ მიდიხართო და ღია მოწოდებები კეთებოდა. რატო არავინ არ გაგვაგებინა? ან მე, ან ჩემს კოლეგებს, რომ მიმდინარეობდა დაკითხვა ოქრუაშვილის ან სასამართლო პროცესი. მე დღეს მაშინ, როდესაც მივიდექი მეშვიდე საპყრობილის წინ და ვითხოვდი ოქრუაშვილთან შესვლას, აი მაშინ შემოვიდა ეს მანქანა, სადაც ალბათ ოქრუაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი იჯდა, იმიტომ რომ შემდგომ ნახე ის კადრები, რომ სასამართლო პროცესზე ის მონაწილეობდა. ანუ იმ დროს მოიყვანეს, მაშინ მე განმიცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ, რომ პროკურატურის მითითებით არ მიშვებდნენ მე შენობაში. ამის უფლება არ აქვს პროკურატურას თვითონ გადაწყვიტოს ექსკლუზიურად, ვინ დანიშნოს დამცველად და ვინ მოხსნას. ეს არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი ფაქტი, ის რასაც დღეს აკეთებს პროკურატურა და კიდევ ერთი განცხადება, მე დღეს ისე მოვისმინე და საზოგადოებამაც მოისმინა მოსამართლის ქალბატონი ჯვარშეიშვილის განცხადება, სპიკერ მოსამართლის, რომელიც ძალიან საეჭვოდ ერთი ერთზე დამთხოვით აკეთებს იმ ტიპის განცხადებებს, რასაც აკეთებს პროკურატურა საჯარო ბრიფინგებზე და სადაც ის ამბობს ესეთ ფრაზებს, შეფასებას უკეთებს ადვოკატების საქმიანობას, რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, ეს არის საზოგადოების შესაბამისი შეყვანა. არა აქვს მოსამართლეს ეთიკის კოდექსით უფლება აკეთოს ამგვარი განცხადებები, ადვოკატის საქმიანობა შეაფასოს ისე, როგორც მას და პროკურატურა სურს. არა აქვს მოსამართლეს ამის გაკეთების უფლება. დღეს მე ვხედავ ძალიან ძიმე სიტუაციას, როდესაც პროკურორიც, მოსამართლეც აბსოლუტურად ერთი და იგივე მიზნის მისაღწევად იყენებს ყველა უკანონო მეთოდს და ხერხს. ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან ამ თემასთან მიმართებაში, ეს არის გირაოს თანხა, რომელმაც ამ თანხამ არანაკლებ შოკში ჩააგდო საზოგადოებამ, ვიდრე დაუშვათ იგივე აღიარებითმა ჩვენებამ. ეხლა ყველა
ფიქრობს იმაზე, რას იზავს ოქროაშვილი, გადაიხდის ამ 10 მილიონ ლარს, შესაბამისად უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება, იმიტომ რომ საქართველოში ყოველ მეორეს არ აქვს 10 მილიონი ლარი, ბუნებრივია. ანუ გაქვთ თქვენ რაიმე ინფორმაცია ამასთან მიმართებაში? 10 მილიონი ლარი დასახელდა. ეკა, დღეს სასამართლო პროცესი იყო ერთი საინტერესო ფაქტი. კიდევ აი გირაოსთან დაკავშირებით თქვენ მოისმინეთ, როდესაც ადვოკატი ადგა და განაცხადა, რომ თავაზობს სასამართლოს ალტერნატიულ აღკვეთის ღონისძიებას გირაოს, მაგრამ თანხა არ დაასახელა და განაცხადა, რომ აი ბატონო პროკურორო, თქვენ დაასახელოთ, მას მისცა ამის უფლება, რაც დაცვის უფლების დარღვევა იყო, რასაკვირველია და ესეთი რამ ადვოკატმა არ უნდა გააკეთო, ეს საჯარო და დემონსტრაციულად. ეს ერთი და პროკურორს მისცეს ამის ექსკლუზიური უფლება, რასაც სასამართლო უპირობო დაეთანხმა. მე დამიკავშირდა ირაკლი ოქროაშვილის დედა და მეუღლე დღეს და მე მათ ძალიან მთხოვეს რომ მე ნახა როგორ მე ირაკლი და გამერკვია რა ხდებოდა მე მისმა დედამ მითხრა რომ მე ნახე ჩემი შვილი ის არ იყო ირაკლი მე ბერბიცანი ჩემი შვილი და ამბობდა რომ რაღაცა საოცრება გაუკეთეს ამ ადამიანს მე მეუღლეს ვესაუბრე სანამ აქ წამოვიდოდი და მანაც მითხრა რომ უბრალოდ ოჯახს არ აქვს ნამდვილად იმის შესაძლებლობა რომ ეს თანხა გადაიხადოს, ამიტომ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია როგორ უნდა მოხდეს გირაოს სახით დასახელებული თანხის გადახდა, არ ვიცი. ეკა ეს მიზნად ისახავდა იმას რომ აი გაკეთდა ასეთი განცხადება როგორ ილმობიერია, ეხლა ბრალდება და სასამართლო რომ მისცეს ბატონო ოქროაშვილს შესაძლებლობა თავისუფლების ყოფნის პერიოდში ამტკიცოს ის იყო მართალი თუ არა იმ განცხადებების გაკეთების დროს და აი ბატონო გადაიხადოს ეს გირაო. ალბათ ეს მიზნად ემსახურება იმას რომ თუ კი ვინმე ამ თანხას გადაიხდეს ოქროაშვილის სახელით კიდევ ერთი კომპრომენტირება მოხდეს მისი რომ აი თუ ეს მილიონები მას არ მოუპარავს საიდან გადაიხადა ეს თანხა მე არ ვიცი საიდან უნდა გადაიხადოს მან ეს თანხა იმიტომ რომ მე ვიცი ოჯახის პოზიცია აი ამ ბოლო მომენტისთვის რაც შეეხება შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენ ამას ვნახავთ ეკა მე დღეს ნამდვილად არ მინდა გავაკეთო რაიმე ტიპის ანალიზი მე ძალიან ბევრი შემთხვევა მინახავს როგორ იქცეოდა პროკურატურა და სამინისტრო მაშინ როცა მას სურდათ ქონდა სურვილი მიეღო ამ ტიპის შედეგი და იყენებდა ყველა დაუშვებელ მეთოდს და მე არ მიკვირს რომ ეს მეთოდები გამოყენებული იქნებოდა ირაკლი ოქროაშვილის წინააღმდეგ ის ბუნებრივია იმ საშიშროების შემცველი იყო, რამაც ის ადამიანები ქუჩაში გამოიყვანა 27-ში და გამოიყვანდა ორშიც და გამოვა ალბათ ეს ხალხი ორშიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვხედავ იმას, რომ ეს მეთოდები, ეს აკრძალული მეთოდები, რომელთაც ცნობილია მეშვიდე საპყრობილე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აღმოჩნდა ის ადგილი, ის არენა, სადაც იქნა რეალიზებული სამართალდამცავების მიზანი და ეს შედეგი სახეზე გვაქვს. თუმცა ალბათ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რა მეთოდები იქნა გამოყენებული, მე მომეცემა საშუალება ეს ყველაფერი გავარკვევ უშუალოდ მასთან. კეთილი, დიდი მადლობა ქალბატონო ეკა. ეკა ბესელია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, სავარაუდოდ ვიფიქროთ რომ თუ შედგა შეხვედრა ოქროაშვილსა და ეკა ბესელიას შორის, ალბათ დამატებითი ინფორმაცია ბუნებრივია საჯაროდ გვეცოდინება ყველას. ლევან გაჩიჩილაძეს ვრთავთ ჩვენ პარლამენტიდან და რამდენიმე წამში ჩაგვერთვება ბატონი გოგა ხაინდრავა. ბატონო ლევან, ბევრი რამ ითქვა დღეს ბოლშევიკური მეთოდები, თუმცა ითქვა ისიც რომ გატყდა ირაკლი ოქროაშვილი და ადამიანი ტყდებიან ციხეში. ითქვა ისიც რომ შესაძლოა ეს იყო რაღაცა სცენარის ნაწილი და ოპოზიცია კარგად იყო გამოყენებული ამ სცენარში. არ ვიცი, უამრავი ვერსია და ძალიან რთულია დღეს მე დასაწყისში წავღნიშნე სწორი ანალიზის გაკეთება. თქვენ რა სიტყოდით, როდესაც ნახეთ დღეს ეს კადრები? რა შეფასება გაქვთ, რა გზნობა გაგიჩნდათ, რა ემოცია და ბუნებრივია რა იფიქრეთ? არავითარ მივესალმები პირველ რიგში თქვენ მაყურებელს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არის მცდელობა ერის გადაგვარების. გადაგვარებულია ერთი ტელევიზია, მცდელობა არის რომ მეორე ტელევიზია გადააგვარონ, გადაგვარებულია სახელმწიფო ინსტიტუტები. ეს გადაგვარებები ხდება მხოლოდ და მხოლოდ ძალადობრივი მეთოდებით. არავითარ თავისუფლებაზე ლაპარაკი არ არის. იმის გამო, რომ ოპოზიცია ითხოვს თავისუფალ არჩევნებს, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ცდელობა არის ერის გადაგვარებისა. მაგრამ მათ ერთი რამე დაავიწყდათ, რომ ქართველი ერის გადაგვარება არის შეუძლებელი. ქალბატონო ეკა, მე უბრალოდ პასუხის მაგივრად მინდა გთხოვოთ დაუშვათ კადრი კინოფილმიდან მონანიება, სადაც თვალნათლივ არის გამოხატული ის მეთოდები და პროცესები, როგორ უნდოდა კომუნისტურ რეჟიმს და ვიღაც არავიძეებს ქართული ერის გადაგვარება. და ამის მერე კიდევ უფრო თავისუფლად დავაკეთებ კომენტარებს.
დიახ, ბატონო ლევან, მე ვთხოვ ჩვენს პროდიუსერებს, რომ გაუშვან ეს მცირე ნაწყვეტი ამ ფილმიდან. ზოგადად მე მინდა უბრალოდ მაყურებლის გასაგონად აღვნიშნო, რომ მე პირადად წინააღმდეგი ვარ საინფორმაციო ტიპის გადაცემაში ფილმების გამოყენების, მაგრამ ბატონ ლევანის თხოვნა იყო, რომ აი ეს ნაწყვეტი მონანიებიდან გაგვეშვა. მოდით ვნახოთ ერთად რა ფრაგმენტს გულისხმობდა ლევან გაჩეჩილაძე. რაჯაშუშური დავალება ქონდათ მოცემული. გვირაბი უნდა გამეყვანა ბომბეიდან ლონდონამდე. ვინ გეხმარებოდათ ამ საქმის შესრულებაში? შეთქმულთა მთელი შემადგენლობა. კონკრეტულად? რამდენი კაცი? 2700. მომისმინე სანდრო. მე ბევრი ვიფიქრე. მთელი ღამეები ვფიქრობდი. ჩვენ უნდა დავასახელოთ რაც შეიძლება. მეტი ადამიანი ეროვნული პარტიიდან მთელ ქვეყანას ხომ ვერ დაიჭერენ. მაგრამ როდესაც ეს 100,000 მიაღწევს, ზევით დაფიქრდებიან. საკანკებო ეროვნულ კრებას მოიწვევენ და გამოაშკარავენ ყველა იმ ბოროტმოქმედს, ვინც მთავრობა შეცდომაში შეიყვანა. გესმის სანდრო? ეს ტაქტიკა. ეშმაკური მსაგრული ტაქტიკა. ნახეთ ბატონო ლევან, პრინციპში გასაგებია ის ანალოგიები, რასაც თქვენ ავლებთ. დიახ. ანალოგიას არ ვიძახი, ეს არ არის კინო. ეს არის ქართველი ხალხის ისტორია. ეს არის ისტორია და ისტორიის დეტალი, რომელიც ხდებოდა. ეს მეთოდები არის კლასიკა, შემუშავებული საბჭოთა რეჟიმის მიერ და იგივე მეთოდებით ხდება არა ერთი ადამიანის და ორი ადამიანის და ერთი ინსტიტუტის და ორი ინსტიტუტის. მთელი ქვეყნის გადაგვარების მცდელობა არის დღეს არავიძეების მიმართ. არავიძეები ქვეყანას ვერ გადააგვარებენ, ამის დასტური იქნება 2 ნოემბერი. იმიტომ რომ დედამ აღარ იცის შვილი როგორ გაზარდოს, შვილმა აღარ იცის მშობლებს როგორ მოეპყროს, ეს არის ჩვენი გადაგვარების ისტორია. გამორიცხულია ამის უკან დახევა არ შეიძლება. თან ცდელობა არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობრივი მეთოდებით. არავით მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ხელისუფლებას. სანამ დროა გონს მოეგონ, იცით რა არის? შეიძლება სიმაღლეში ძალიან დიდი იყო, მაგრამ სული გქონდეს მოკლე. მოკლე სულიან ადამიანებს, აი რომლებიც ძირში არიან, ძირში საზოგადოება ნაძირლებს ეძახის, ნაძირლებს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ეს კლიშე ბოლომდე გაყვეთ, ჩაატარეთ კონსტიტუციური თავისუფალი არჩევნები, თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ ხელისუფლების გარეშე თქვენ რა გეშველებათ, იმიტომ რომ ხელისუფლების გარეშე ხელისუფლებაშიც არავიძეები ხართ. 2 ნოემბერს დაგიმტკიცებთ, სად არის ერი და სად არის გაუტეხლობა. დიახ. ბატონო ლევან, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. გოგა ხაინდრავა, კობა დავითაშვილი, კოკო გამსახურდია. ეს არის ღია ეთერი. გოგა ხაინდრავა გახლავთ ჩვენი მომდევნო სტუმარი, ასევე პარლამენტიდან გვერდება ბატონი გოგა ხაინდრავა. ბატონო გოგა, მოგესალმებით. მინდა კითხოთ შემდეგი, მიიღო თუ არა თქვენი აზრით ოპოზიციამ სერიოზული დარტყმა დღევანდელი აღიარებითი ჩვენების შემდეგ? მე ვფიქრობ, რომ დარტყმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო. ორივე შემთხვევაში აიძულეს თუ არ აიძულეს ახალაიას ჯურღმულებში ირაკლი ოქროაშვილის იმის თქმა, რაც თქვა, თუ ეს სიმართლეა, ორივე შემთხვევაში ეს არის იმ ოჯახის წარმომადგენელი, იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელსაც პრეტენზია აქვს ხელისუფლებაზე, ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე საქართველოში და რომელთაც იმ მრავალრიცხოვანი ქურდობების კრიმინალური დანაშაულების შემდეგ, რომელიც ჩადენილი აქვს საკუთარ ქვეყანაში, არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ბატონო გოგა, მაინც ყველა აინტერესებს აი ეს თემა, გაწყდა თუ არა ირაკლი ოქროაშვილი. ყველა აი ამ თემაზე საუბრობს. მაგას ლაპარაკი არ უნდა. ოღონდ მე ვფიქრობ, რომ მაინც ყველა ჩვენთაგანმა უნდა თავი შეიკავოს მანამ სანამ ირაკლი ოქროაშვილი გარეთ გამოვა და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ არა ამ მარწუხებში, ამ არაკაცების მარწუხებში მისი ყოფნის დროს შევაფასოთ მისი პოზიცია, არამედ როცა გარეთ გამოვა. ჩვენი განსხვავება ამ ნაციონალური მოძრაობისგან და იმ გუნდისგან, რომლის ვარსკვლავი, რომლის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი დასაყრდენი
პროკურორი, თავდაცვის მინისტრი იყო ირაკლი ოქრუშვილი, არის ის, რომ იმათ დაცემა არაცალეს და ტალახში ამოსვარეს და ფეხებით შედგნენ საკუთარ მეგობარს და ჩვენ ადამიანები, ვისაც გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა და არასოდეს არ დაუმალია, დაპატიმრებულ კაცს და იმ მდგომარეობაში ჩაგდებულ კაცს, რომელშიც აღმოჩნდა ირაკლი ოქრუაშვილი, მივეცით შესაძლებლობა და მოვითხოვეთ შესაძლებლობა თავისუფალი მოქმედებისა მისთვის. აი განსხვავება ჩვენსა და მის გუნდს შორის. დიახ, ბატონო გოგა, დღეს დავით კირკიტაძე მიიტანა სახელმწიფო კანცელარიასთან სურათები და ოპოზიციას უწოდა გაბადრული ოპოზიცია. ასევე დღევანდელი კომენტარებით ნათელი გახდა, რომ პრინციპში ერთ-ერთი მთავარი ობიექტი განცხადებებისა იყო ბადრი პატარკაცშვილი. თქვენი აზრით, რატომ იყო გამოყენებული ოქრუაშვილის თემა, აღიარებითი ჩვენება, თუ გნებავთ წინა განცხადებები იმისთვის, რომ ბევრი ესაუბრათ დღეს ბადრი პატარკაცშვილზე? ნუ დავიწყოთ იმით, რომ გაბადრულ ოპოზიციაზე უარესი უბადრუკი ხელისუფლებაა. მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უბადრუკ ხელისუფლებასთან აგვაქვს საქმე. რაც შეეხება ბადრი პატარკაცშვილის თემას, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, იმ პირობებში, რა პირობებშიც თქვა, სერიოზულად განხილვის საგანი ვერ გახდება. მხოლოდ საბჭოთა აზროვნების და კომისარული აზროვნების ადამიანებს, რასაც წარმოადგენს სააკაშვილი, კირკიტაძე, ბოკერია, ლომაია და დანარჩენები, აღიარებითი ჩვენება არის რაღაცის დამამტკიცებელი ფაქტი. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც ერთ სამართალში, საზოგადოებაში, სადაც საკუთარი თავის პატივისცემა აქვს, კანონის პატივისცემა აქვს და ხალხის პატივისცემა აქვს, აღიარებითი ჩვენება არ ითვლება არგუმენტად. არგუმენტად ითვლება ძიება, უტყუარი საბუთები იმის, რომ ის, რაზეც ლაპარაკობს ადამიანი, არის დადასტურებული. მე ვფიქრობ, რომ ის კითხვები, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა, დღევანდელმა დღემ არ შეცვალა. თავის დროზე, რამოდენიმე დღის წინ, ოქრუაშვილმა უბრალოდ დაადასტურა ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ წელიწად ნახევარია, 2 წელიწადია ვლაპარაკობთ. არაფერი ახალი საზოგადოებას ოქრუაშვილისგან არ მოусმენია. უბრალოდ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, ერთ-ერთი ბურჯი ამ ხელისუფლების დაადასტურა იგივე, რასაც ჩვენ ვლაპარაკობ დიდი ხანია. და მე ვფიქრობ, რომ ის კითხვის ნიშნები დღის წესრიგში დარჩა, ის დამოკიდებულება, რომელიც საზოგადოებას გააჩნია ამ კრიმინალური დაჯგუფებისადმი და მე დიდი ხანია, დიდი ხნით ადრე ირაკლი ოქრუაშვილამდე ვლაპარაკობდი, რომ ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც უზურპაცია გააკეთა ხელისუფლების საქართველოში და ეს ძალიან მალე დადასტურდება. ქართული საზოგადოება მათგან განსხვავებით არც ბრმა არის და არც ყრუ და არც უთხხვი. ეს არის ძალიან ბრძენი ხალხი საუკუნეების მანძილზე. ამაყად მოსიარულე მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს განსაცდელში ჩავარდნილი თავის დროზე და ამაში ძალიან მარტივად დარწმუნდებიან 2 ნოემბერს ეს ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებაზე პრეტენზიას აცხადებენ, თუმცა ისევ ვიმეორებ, არანაირი ლეგიტიმაცია მას მერე რაც აი ამ ჯგუფში მოხდა, მას მერე რაც უამრავი თანამდებობის პირი და პირველ რიგში ქიტოშვილი, რომელიც უკვე იმ დროს ქურბაცაცა იყო, როდესაც პრეზიდენტმა გადაიყვანა თავის საპარლამენტო დივნად თუ შეიძლება მეშლება, მოკლედ უახლოეს პირად. არაფერი არ შეცვლილა, რა კრიმინალებიც და მექრთამეებიც იყვნენ, ის მექრთამეები დარჩნენ, უბრალოდ ერთ-ერთი თავისი წევრი ფეხქვეშ გათელეს. არ დაინდეს, შედგნენ ფეხით სუყველანი და თანაც ულოცავენ ერთმანეთს ამ დიდ წარმატებას, რომ ფეხქვეშ გათელეს საკუთარი ვარსკვლავი. ბატონო გოგა, რა მინდა კითხოთ? მოსალოცია, ბატონო. დიახ, რა მინდა კითხოთ? დაუშვით იგივე ქიტოშვილის ფაქტი, იგივე თუ გნებავთ დღეს 10 მილიონის მოთხოვნა, იგივე დაკავებები, რომელიც ჩვენ არაერთი გვინახავს ოქრუაშვილთან დაკავშირებული, არადაკავშირებული და მუდმივად არის დაკავება ხალხის და ასევე არის განცხადება, რომ კორუფციასთან ბრძოლა მიმდინარეობს. თუმცა ფაქტი არის, რომ კორუფციის ნიშნები, მოდით ესე ძალიან რბილად ვთქვათ, არა მარტო ბრძოლა სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ უკვე დაამარცხა კორუფცია ქვეყანაში, სამწუხაროდ საკუთარ ოჯახში და გარემოცვაში ააყვავა ეს კორუფცია და ელიტარულ კორუფციად აქცია. ბატონო გოგა, მე რა მინდა დიდი ხანია გვესმის, რომ ეს დაძლეულია უკვე და აღმოჩნდა, რომ ყველა ნაბიჯზე ნებისმიერი მათთაგანი 10-ობით ჯერ საერთოდ სამარცხვინო და სასაცილო 10 მილიონი გირაო ოქრუაშვილს, ნუ რა ვიცი ახლა, თუ საკუთარი პარტიული სალაროდან მოიტანენ ამას, თორე საიდან უნდა მოიტანოს, სხვა მე წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დღეს აღმოჩნდა, რომ უამრავი ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი მზად იყო, რომ თავისი პენსიიდან თუ თავისი ხელფასიდან, თავისი კაპიკებიდან ეს ფული შეეგროვებინათ, იმიტომ რომ ხალხს სიმართლე აინტერესებს.
იმ ახალაიას და სააკაშვილის ჯურღმულებში ნამოქმედარი კი არა, სიმართლე და ეს ხალხი ამ სიმართლეს აუცილებლად გაიგებს. და სათანადო დასკვნებს გამოიტანს და ამის მოწმენი ძალიან მალე ვიქნებით სულ ყველანი 2 ნოემბერს აი ამ ადგილას, სადაც მე ახლა ვდგევარ. კი ბატონო, მადლობა ბატონო გოგა. გოგა ხაინდრავა იყო ჩვენი სტუმარი. კობა დავითაშვილს მივმართავთ შემდეგი კითხვით, ასევე მას მივესალმებით და ბუნებრივია ტრადიციულად მადლობას მოახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო კობა, 2 ნოემბრისთვის კვლავ ძალაში რჩება აქციის ჩატარება პარლამენტის წინ. დღევანდელი აღიარებითი ჩვენების შემდეგ როგორ ფიქრობთ, აი გულწრფელად რომ მითხრათ, რამდენად ძნელი იქნება ოპოზიციისთვის საზოგადოების იმ ნაწილის გადარწმუნება, რომელმაც დაიჯერა, რომ დღეს აღიარებითი ჩვენებით ირაკლი ოქროშვილმა სიმართლე თქვა. პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება და არა ირაკლი ოქროშვილის. მან ხელმეორედ აღიარა, რომ ყველა ის ბრალდება, რაც მას საუყენეს იყო სწორი. მან პირველი დანაშაული ჩაიდინა, როდესაც გაჩუმების მიზნით მძევლად აიყვანა ირაკლი ოქროშვილი და დღეს ჩვენ ვიხილეთ ალ-ჯაზირას ტიპის კადრები, როდესაც ადამიანს თავზე ადგანან ტერორისტები და თუ არ წაიკითხავს დაწერილ ტექსტს, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. მძევლად აყვანა ტერორისტების წესია, ტერორისტებზე პასუხი ხალხმა უნდა მოახდინოს ერთიანად. დღეს როგორც არასდროს ერთიანია მთელი ოპოზიცია, როგორც არასდროს ერთიანია მთელი საზოგადოება, თქვენი ინტერაქტივიც აჩვენებს, რომ საზოგადოებას არ ჯერა მორიგი სიყალბის და სიცრუის ამ უბადრუკი ხელისუფლების. ეს არის ბოლო გაფორთხალება და 2 ნოემბერს ძალაში რჩება აქცია, ჩვენი ღონისძიება ყველა ძალაში რჩება და მე მინდა უთხრა ამ უბადრუკებს, რა გიხარიათ გვეუბედურებო, რა პენსიები გაზარდეთ, სტაჟის და დამსახურების მიხედვით, ანაბრები დაარიგეთ, მცირე მიწარმეებს შეღავათები მიეცით თუ კმაყოფილი გახადეთ, უცებ ხალხი თუ მიხეილ სააკაშვილო გონია 50 ლარად იყიდება ქართველი ლერი. არ იყიდება ეს ხალხი და დიდი ერია. დღეს ჩვენ ოფისში უამრავი ადამიანი იყო მოსული და ყველა პარტიის ოფისში და გამოთქვამდა მზადყოფნას ნებისმიერი ფორმით თანადგომისთვის. და ჩვენ ამის დემონსტრირებას მოვახდენთ არაერთხელ. და მინდა უთხრა ამ ხელისუფლებას, თქვენი დღეები ბატონებო დათვლილია. ჩვენ მივახცევთ 2 ნოემბერს აქ თავისუფალი არჩევნების დანიშვნას, ჩვენ მივახცევთ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და არჩევნების გზით გაგიშვებთ იქ, სადაც იმსახურებთ. აი ეს არის ჩვენი გზავნილი ხელისუფლების მიმართ. დიახ, მე მინდა უბრალოდ მაყურებელს უთხრა, ინტერაქტივის მიხედვით ხედავს მაყურებელი ეკრანზე, რომ პირველ პასუხზე არის ყველაზე დიდი მონაცემი, 92% 1800 ზარი არის, უბრალოდ მაცნობებენ ახლა ჩვენი საეთეროდან. ბატონო კობა, მინდა რა კითხოთ, თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ირაკლი ოქროაშვილს და ზოგადად მას ესეთი სახე ჰქონდა ქართულ პოლიტიკაში და მთავრობაში, ესეთი საკმაოდ ძლიერი პიროვნება იყო და ასე ვთქვათ, ასე ახასიათებდა მას ყველა. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მომხდარიყო, რომ ის წასულიყო თუნდაც ზეწოლის ქვეშ აი ამ დაუშვათ აღიარებით ჩვენებაზე? მოგახსენებთ, მე ნამდვილად ვერ გავჯი მკაცრად და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებ თვითონ წარმოიდგინოს საკუთარი თავი მის ადგილას. არნახული ზეწოლის პირობა, მე სახეზე ვერ ვიცანი ეს ადამიანი, მე მას კარგად ვიცნობ. მისი მიმიკა და ასე ვთქვათ, საუბარი იყო შეცვლილი. ის იმყოფებოდა არადამიანური ზეწოლის და დარწმუნებული წამების ქვეშ და ამით გამოსძალეს მას ეს ჩვენება. ამის მიუხედავად საზოგადოება კვლავ დარწმუნებული იყო, რომ მისი პირველი ჩვენება არის სწორი და მეორე აშკარა ზეწოლის შედეგია. ვერ მიაღწიეს იმ შედეგს. რა შედეგი უნდა მიეღწიათ? ეხლა ამით საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენეს თავისი არაადამიანური სახე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მკვლელების, ტერორისტების და მოძალადეების ხელისუფლება ყავს და ამ ხელისუფლებას თავმოყარე ქართველი ერი არ მოითმეს. 28 სექტემბერს აქ იყო ადამიანები, რომლებმაც თავისი პენსიიდან 2 ლარი გამოყვეს, რომ აქ მოსულიყვნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ არა გვაქვს იმის სახსრები, რომ ტრანსპორტირება ჩვენი ხარჯით მოვახდინოთ, მაგრამ აქ 2 ნოემბერს კვლავ მოვა ადამიანი. იცით, ქართველ ადამიანს უჭირს ხოლმე, მაგრამ როცა ჭირია ხინია მის ოჯახში. რა იდეის ირგვლივ, რისთვის მოვა 2 ნოემბერს ადამიანი, რისთვის მოვლენ ადამიანები? ამ ხელისუფლების შესაცვლელად. სათქმელად იმისა, რომ ყველა წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც იყო მიცემული 2 ნოემბერს 4 წლის წინ, არის
არ შესრულებული და თაღლითი და ყალბისხმნელი ხელისუფლება გვყავს ჩვენ სათავეში, რომლის ადგილი აღარ არის ამ ხელისუფლებაში და ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად არჩევნების გზით მათი გაცილება. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ხალხს რომ უჭირს, ჭირშია თუ ლხინშია, ბოლო კაპიკს გადადებს ხოლმე და წავა და ნათესაურ ვალს მოიხდის, ჭირის სუფრა აქ თუ ლხინის. საქართველოს დღეს დიდი ჭირი უდგას სააკაშვილის ხელისუფლების სახით და ერთ დღეს ნათესაურ ვალის სიხდიან ხოლმე ხალხი და გადადებენ ყველაფერს იმ ორ კაპიკს მოიკლებენ და პენსიონერი იქნება მიანაბრე, ექიმი, პედაგოგი, უმუშევარი, დევნილი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველა მოვა აქ და მოსთხოვს პასუხს ამ ხელისუფლებას. ჩვენ შევასრულეთ ხალხის შეკვეთა, ოპოზიცია ერთიანია როგორც არასდროს და ხალხიც ერთიანია როგორც არასდროს. დიდი მადლობა ბატონო კობა. ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი იყო ჩვენი სტუმარი და ამ გადაცემაში ბოლო სტუმარი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, პარტია თავისუფლების ლიდერი. მე მას მივესალმები. ბატონო კონსტანტინე, საკმაოდ დიდი ხნის მოგესალმებით. ბევრჯერ გაუვლიათ პარალელი ამ დღეების მანძილზე დღევანდელ მოვლენებსა და იმ პერიოდში შორის, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო და ოქროაშვილი ერთგვარად კიტოვანსაც შეადარეს. თქვენ ბუნებრივია ეს ისტორია ძალიან კარგად იცით და თქვენს თავზე გაქვთ გამოცდილი ეს პერიოდი. თქვენ ავლებთ თუ არა პარალელს 91-92 წლების დასაწყის მოვლენებსა და იმ მოვლენებს შორის, რომელიც ხდებოდა სულ რაღაც ერთი კვირის წინ? ალბათო ეკა, სანამ გადავიდოდეთ ისტორიულ ანალიზებზე და შედარებებზე, მე მინდა უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ხელისუფლება ამ საზარელი კადრების ჩვენებით შეეცდა და შეეშინებიდა მთელი საზოგადოება, ოპოზიცია და ხალხი. ცით მათ გვითხრეს მარტივად, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია კანონი, ჩვენ დავარღვევთ ნებისმიერ პროცესუალურ ნორმას და ჩვენთვის ახლა გარკვეული თვალსაზრისით დიდი სიახლე არ ყოფილა. ჩვენ 4 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი საშინელი კადრი ვნახეთ ტელევიზიით. მე მინდა ერთი რამ მოგახსენოთ. ზვიად გამსახურდიამ თავი შესწირა თავისუფალ საქართველოს, დემოკრატიულ საქართველოს. მან განაცხადა, რომ მე მინდაო დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოში შევქმნაო ჰაიდ პარკიო. ზვიად გამსახურდია საქართველოში არ ხდებოდა კერძო საკუთრების ამ ზომამდე ხელყოფა, როგორც ეს ხდება დღეს. ზვიად გამსახურდია საქართველოში იყო სასამართლო, რომელიც იყო რეფორმირების გზაზე და არ იყო ამ ზომამდე უკანონო და უსამართლო. ზვიად გამსახურდიას დროს არ ხდებოდა პატიმრების წამება ციხეებში, როგორც ეს ხდება დღეს. ზვიად გამსახურდიას დროს არ ხდებოდა ადამიანების ფიზიკური განადგურება ქუჩებში, როგორც ეს ხდება დღეს. და კიდევ რამდენი რამ ჩამოვთვალო. არაფერს არ ვიტყვი იმაზე, რომ კურსი იყო სახელმწიფოსი აბსოლუტურად მიმართული, ასე ვთქვათ, ქართულ სულზე, სულიერებაზე, ეროვნულობაზე, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს დღეს აქტიური ბრძოლა, ფაქტიურად სულის ჩაკლა. მე ამას ყველაფერს დავარქმევდი სულის ჩაკლას, სულის ჩაკლის მცდელობას. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ერს ვერ გასტეხავს აფთრის ტორი. ქართველი ერი არის დღეს შეგნებული, საკმაოდ ერთიანია, ოპოზიცია ისე ერთიანია, როგორც დღეს არასდროს. ჩვენ ვართ მობილიზებულნი და მოუწოდებ ყველას ორში მოვიდეს აქ. ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი, ეს არის თავისუფალი, დემოკრატიული, არა გაყალბებული, არა საბჭოური არჩევნები, რომელიც 14 წელიწადია ფაქტობრივად არ ჩატარებულა საქართველოში. აი ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა უნდა იყოს და იქნება აი სწორედ ეს. დიახ, ბატონო კონსტანტინე, თქვენ აღნიშნეთ, რომ ოპოზიცია დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. რა გაერთიანებთ? ანუ ბუნებრივია სხვადასხვა თემებთან მიმართებაში იქნება აზრთა სხვადასხვაობა. და დღეს პრესაში გავრცელდა ასეთი ინფორმაციაც, რომ ოქროაშვილის აღიარებითი ჩვენების შემდეგ თითქოს ოპოზიცია გარკვეულწილად დაბნეული იყო. იყო ეს დაბნევის მომენტი, იყო ის მომენტი, რომ გჭირდებოდათ რაღაც პერიოდი, რომ ანალიზი გაგეკეთებინათ და შემდეგ ყოფილიყო ეს კომენტარები. ანუ რამდენად დადგა დღეს? დიახ, გისმენთ. ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპოზიცია იყო დაბნეული, ბუნებრივია ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს, ის ვერ მიაღწევს წარმატებას, საჭიროა ანალიზით, საჭიროა ფიქრიც და მომხდარის, ასე ვთქვათ, შეჯამება, მაგრამ მე ვერ ვნახე დაბნეულობა, მე თვითონ არ გახლავართ არანაირად დაბნეული, მე ჩემი პოზიცია რის განმავლობაში არაერთის დავაფიქსირე, ასე რომ ჩვენ ვართ მობილიზებულნი, ჩვენ ვართ მზად, ჩვენი გეზიდან არ გადაუხვევთ არც ერთი ნაბიჯით მერწმუნეთ.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო კონსტანტინე გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს იყო კონსტანტინე გამსახურდია, პარტია თავისუფლების ლიდერი. თქვენ მოისმენთ პრაქტიკულად სრული სპექტრი გაერთიანებული ოპოზიციისა და ჩვენ დაბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ.